დიახ, გადავიდეთ მეგობარ აქტზე. ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, კოლეგებმა ვაშინგტონიდან მოგვილოცეს გიორგობის დღესასწაული მეგობარი აქტით. ეს მეგობარი შემთხვევითი სიტყვა არ არის, ეს არის შემოკლება, აკრონიმი იმ აქტისა, იმ დოკუმენტის, რომელიც ქვედა პალატამ მიიღო გუშინ კენჭისყრაზე აბსოლუტური უმრავლესობით და ორპარტიული მხარდაჭერით. აქ იგულისხმება საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დემოკრატიის გამტკიცების კუთხით, მობილიზება ყველა იმ რესურსისა, რომელიც ხელთ გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, სწრაფად მზარდი და განვითარებადი ქვეყანა და ასევე, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო ამ რეგიონში. ეს არგუმენტები დამყარებული ამ მოხდის საჭიროება და მეორე მხრივ როგორ ვთქვათ რა გავლენა ექნება ფეოდალურ რეალობაში მაშინ როდესაც მართველი გუნდი ამბობს რომ ეს არის მწული აქტი და არ ექნება არანაირი არა ვისთვის როგორ არის მართველი გუნდის იმ ადამიანების მიმართ რომლებიც საქართველოს მომავალ პერსპექტივებს ამერიკასთან მეგობრობის და პარტნიორობის შესაძლებლობებს მის უსაფრთხოებას და რაც მთავარია დემოკრატიულ ინსტიტუციებს ძირს უთხრიან, მათთვის სასიამოვნო აქტი ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ სწორედ ამ ადამიანების სანქცირებაზე არის იქ საუბარი და ამ ტექსტში გაწერილია ზუსტად ვინ როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს, მაგრამ ასევე მეგობარი აქტი, სწორედ იმიტომ არის მეგობარი აქტი, რომ ის არის ძალიან კარგად და პოზიტიურად განწყობილი საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდადების და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მდგრადობის და გამტკიცების მიმართ, ისევე როგორც უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მედეგობის თვალსაზრისით ძალიან ბევრი პუნქტია ჩადებული, რომლის მეშვეობითაც შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს, გვერდში დაუდგება ქართულ სახელმწიფოს, თუ საქართველო ამ არჩევანს გააკეთებს. რა თქმა უნდა, ქოცების, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელია, რომ საქართველო იყოს დასავლეთის სამყაროს განუყოფელი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი და პარტნიორი, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები, აბსოლუტურად სხვა საგარეო ორიენტირები აქვთ სამწუხაროდ, ჩვენ და ქართველი ხალხის სამწუხაროდ აღებული და არჩეული. აქედან გამომდინარე, ეს არის მეგობარი აქტი ქართველი ხალხის მხარდაჭერის, უსაფრთხოების საკითხებში, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისით, თავისუფალ ვაჭრობაზე გადასვლის ეტაპი, რა თქმა უნდა, დადგება საქართველოს შეერთებული შტატების მეგობრული ურთიერთობების დღის წესრიგში, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის საკითხიც დადგება, მაგრამ ეს ოცნების რეჟიმის პირობებში ვერ მოხერხდება, სწორედ ამაზე არის იქ საუბარი. დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის ასეთი, სწორედ იმიტომ მიიღო ქვედა პალატამ, რომ შემდეგ გადავიდეს შემდგომ ეტაპზე და საბოლოოდ იქცეს საკანონმდებლო აქტად, ასე რომ დრო გვაჩვენებს ყველაფერს. გუშინ აქტივისტებს ლიფტთან დახვდნენ და ბრილიანტით მწვანე შეასხეს, ეს ნანახი გვაქვს რუსეთში, ამ მეთოდით ებრძოდა პუტინის რეჟიმი ნეოლონისა და ანტიპუტინის ჟურნალისტებს. რას ნიშნავს ოცნების ეს პრორუსული სვლა და ასეთია შეშინებული რეჟიმი, თავდაპირველის კითხვა, თავდაპირველი გეკითხავთ. არ არის თავდაპირველი? არა, მე ვარ ის მაგერ. ეს რუსული ხელწერა, რომელიც ყველა მიმართულებით აიღო შეიარაღებაში, ასე შეიძლება ითქვას, რუსულმა ოცნებამ საქართველოში, იმიტომ რომ პროპაგანდის თვალსაზრისით, ტიტუშკების მობილიზების კუთხით, ოპოზიციის დევნის თვალსაზრისით, მართლმსაჯულების სისტემის პარტიულ დაქვემდებარებაში მობილიზების კუთხით, ყველა ამ ასპექტში ქართული ოცნების თვითმარქვია რეჟიმი ბაძავს პუტინს და რუსეთის რეჟიმს. ასე რომ აბსოლუტურად არ მიყვირს, რომ სწორედ ამ ტიპის აქტით ცდილობენ შეაშინონ ჩვენი თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, მაგრამ ისიც ფაქტია და ჩვენ ამას ვადევნებთ, რომ არავინ არ შინდება, არავინ არ ექვემდებარება ასეთი ტიპის შანტაჟს ან დაშინების მცდელობას ოცნების რეჟიმის მხრიდან. ისინი არიან სასოწარკვეთილი, ისინი ვერაფერს უხერხებენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას
საპროტესტო ტალღას, რომელიც მათ წინააღმდეგ არის აგორებული, ისინი ვერაფერს უპირისპირებენ დასავლეთის მხრიდან იმ დამოკიდებულებას, რომელიც ამ თვითმარქვია რეჟიმის და ქართული დემოკრატიის და საქართველოს მომავლის ძირის გამომთხრელების მიმართ ჩამოყალიბდა და ეს გამოიხატება პრაქტიკულად ყოველდღიურ მათ საქმიანობაში დასავლეთიდან, როდესაც ასანქცირებენ ამ რეჟიმის მსახურებს და წარმომადგენლებს, ასე რომ არიან ძალიან სერიოზულად შეშფოთებულები, არიან ნერვებზე, ცდილობენ მოიფიქრონ სხვადასხვა ტიპის აქტიურობა, რის შედეგადაც შეაჩერებენ იმ ტალღას, იმ მუხტს და იმ განწყობას, რომელიც საზოგადოებაში მათ მიმართ არსებობს და თუ გონიათ, რომ აი ამ რაღაც სხვადასხვა მწვანე პრეპარატების მისხმით ვინმე დაშინდება და ხელს აიღებს საკუთარი სამშობლოს მსახურებაზე, ძალიან ცდებიან. ევროპის სახალხო პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვს. NGO-ებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლობისტურ საქმიანობაში აქტიურად ჩართულობის გამო ევროკომისიას გამოძიების მოთხოვნითაც მიმართავს და ეს რომ შეგვიძლია. ეგრე მე რეზოლუციაში ეწერა თუ რა არის ეს IPP ითხოვს ისო არ ვიცი. ევროპის სახალხო პარტია ითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაფინანსება და საქმიანობა ეგ არ მინახავს რეზოლუციაში, საიდან ითხოვს, რატო ითხოვს, ახლა ბოლო რეზოლუცია მიიღეს ვალენსიაში და არ ყოფილა მაგ რეზოლუცია. ეგეთი რამე იქ არ ეწერა და ვიცი, ითხოვს, არ ითხოვს, არ ვიცი, ახლა თქვენგან მესმის. NGO-ები ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველას ფინანსები არის გამჭირვალე, ასე იყო წარსულშიც, უბრალოდ ეს რესურსი გამჭირვალედ რომ ხმარდება იმას, რომ საქართველოში გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები იყოს წინა პლანზე წამოწეული, ამაზე ღიზიანდება რეჟიმი და ამის გამო ებრძვიან მთლიანობაში NGO სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, თავისუფალ მედიას, ყველა ის თავისუფლების კუნძული, რომელსაც რეჟიმი ვერ აკონტროლებს, ფინანსებზე და მის გამჭირვალობაზე იქ აღარ არის საუბარი. ამ რეჟიმს უნდა რომ დახუროს, ამოქოლოს და თავისუფალი განსხვავებული აზრი არ არსებობდეს, თავისუფალი სიტყვა არ ისმოდეს. ეს არის ამ რეჟიმის ამოცანა. და რა თქმა უნდა, თავისთავად ყველა ის ფინანსები, რომელიც იხარჯებოდა მათ შორის NGO სექტორში მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველაფერი იცოდა რაში იხარჯება და გამჭირვალე იყო დონორებისთვისაც და რა თქმა უნდა რეჟიმის წარმომადგენლებისთვისაც. რა არ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა და თუნდაც საგადასახადო სამსახურებმა რა თანხები რაში იხარჯება, ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. უბრალოდ იმ კანონებს, იმ რუსულ კანონს, რომელსაც ესენი იღებდნენ და ბოლოს მიიღეს, ემსახურება იმას, რომ ესეთი ორგანიზაციები დაიხუროს, დაიკეტოს, ამოიქოლოს თავისუფალი სიტყვა და აზრი და განსხვავებული მიდგომების საკითხისას. საორგანიზაციო ჯგუფი შექმნა 26 მაისთან დაკავშირებით და ამასთან ერთად წინააღმდეგობის ფრონტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებსაც შეხვდა. აი ეს შემოგვიწყდა და რას აპირებს სამუზეუმში თვითონ 26 მაისზე რა იქნება? არის სალომე ზურაბიშვილს და ეს თქვათ მის საორგანიზაციო ჯგუფს შეეკითხეთ 26 მაისი არის სახალხო დღესასწაული, სადაც ყველა ვიღებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა რუსთაველის გამზირზე მე დარწმუნებული ვარ ამ დღეს იქნება აურაცხელი რაოდენობის ადამიანი, თუ რეჟიმს გონია რომ ყოველ საღამოს რახან ასობით ათასი კაცი არ იკრიბება საპროტესტო აქციაზე, რაღაცა მინელდა და მიიწურა და აღარ არის ესე ვთქვათ საპროტესტო განწყობა და მუხტი საზოგადოებაში ძალიან ცდებიან, რა თქმა უნდა ეს არის და 26 მაისს გამოჩნდება ზუსტად ეს. და თქვენ რას აპირებთ 26 მაისს რაიმე გეგმებით? ჩვენც რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ყოველთვის 26 მაისსაც განსაკუთრებული მობილიზებით ვიქნებით რუსთაველის გამზირზე. არა, არ მივიღებთ მონაწილეობას, არაერთხელ მithქვამს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, თუ მიაქციეთ ყურადღება მიხეილ სააკაშვილის Facebook პოსტიც იყო ამასთან დაკავშირებით, რომ ძირეული ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ამ არჩევნებზე გასვლა ბიძინა ივანიშვილის თამაშის მიღება და მის წისქვილზე წყლის დასხმა არის. დონის ჩინეთში ვიზიტზე, ანუ რას ფიქრობთ? ვისი? დავით დოლიაშვილი. ჩინეთში ვიზიტზე? არ ვიცი რა. ჩინეთში გადადის სამუშაოთო, ესე თქო, საკუთარ დადასტურებული. რეჟისორი? დადასტურებული ინფორმაცია არ იყო, რამდენად არასწორად თან არ ვიცი, არ მივდივარ სულ არ გადავდივარ. სპექტაკლები უნდა დადგას? ხო, ანუ არ გადავდივარ ასე ჩინეთში. მე რა უნდა ვთქვა, წარმატებას უსურვებ თუ
შეძლებს და ესე ვთქვათ, ალბათ თარჯიმნის მეშვეობით მოახერხებს სპექტაკლის დადგმას, განხორციელებას აღმოსავლეთის ქვეყნებში. წარმატებები ყველა ქართველს. გადავიდეთ კადრებზე. კითხვა დამემატებული. ერთი კითხვა. კადრი გადავიღოს თუ გინდა და არა, დასვი კითხვა და მერე კადრები. დასვი კითხვა ვიდეო. ხო. კაი, სახელმწიფო ხარი. მოკლედ, სამხედრო დაზვერვის შეფია ლიტვის, რომელმაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთსა და უკრაინას შორის შეჩერდება ომი, მაგ შემთხვევაში რუსეთი გაზრდის აგრესიას სხვა ევროპული ქვეყნების მიმართ. ლიეტუველმა თქვა, ლიტვის კაცმა თქვა, სამხედრო დაზვერვის უფროსმა? ხო. ლიტვის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კარგად თქვი. ლიტვის სამხედრო დაზვერვის უფროსმა ერთ-ერთ ხელმძღვანელმა პირმა თქვა ასეთ რამე, რომ შემთხვევაში თუ გაიყენება რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი, ამ შემთხვევაში რუსეთი გამოიჩენს აგრესიას ევროპის სხვა ქვეყნების, ბალტიისპირა ქვეყნების მიმართ და როგორ შეაფასებთ აი ამ განცხადებას? იცით რა, ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მხრიდან მუდმივად ელოდებიან საფრთხეს, მათ რა თქმა უნდა იცავს ნატოს ხოლგა, მაგრამ იმავდროულად არ იციან და ვერ აკეთებენ პროგნოზს, რა შეიძლება ერთ მშვენიერ დილას მოუვიდეს პუტინს თავში და რა ტიპის აგრესიაზე არის ეს ადამიანი წამსვლელი, ძალიან რთული ამის პოლიტიკური პროგნოზის გაკეთება, აქედან გამომდინარე ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს გაერთიანებულ შტაბთან ერთად არიან მუდმივ მზადყოფნაში, ეს იქნება უკრაინაში მიმდინარე ცხელი კონფლიქტის პირობებში თუ ამ კონფლიქტის დასრულების და ამოწურვის შემდგომ ისეთი ქალაქები, მაგალითად როგორც არის ნავრა, დაუგაპილისი და სხვები, ლიტვაც შეიძლება რუსეთს არ ესაზღვრება, მაგრამ აქვე არის ბელორუსი, რომელი მხრიდანაც ვთქვათ, იგივე სუვალკის დერეფანი ძალიან მოწყვლადია და ამის გადაკეტვა შეიძლება ცადოს ნებისმიერ მომენტში რუსეთის ფედერაციამ ბელორუსთან ერთად, ლუკაშენკოს რეჟიმთან ერთად თანამშრომლობით და ნატოს ჯარები პრაქტიკულად სახმელეთო გზა მოუჭრას და ვეღარ დაეხმარონ ბალტიისპირეთს, თუმცა არსებობს ბალტიის ზღვა, საიდანაც იქნება შესაძლებელი ბალტიისპირეთის მომარაგება, დახმარება, საჯარისო ნაწილების გადმოსროლა ყველა ამ საკითხზე, ყველა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ისევე როგორც ნატოს გაერთიანებული შტაბი, ფიქრობენ, მოქმედებენ, აქვთ შესაბამისი სცენარები დაწერილი, გეგმები მოხაზული. აქედან გამომდინარე, როდესაც მაღალჩინოსანი დაზვერვის სპეციალისტი თანამშრომელი აკეთებს ასეთ განცხადებას, მისი სურვილია, რომ რუსეთმა ისე უნდა დაამთავროს და ეს არის პრაქტიკულად ყველა თავისუფალი ქვეყნის, რომელიც განსაკუთრებით ამ რეგიონში ცხოვრობთ, ჩვენი სურვილიც, რომ ეს ომი, ეს კონფლიქტი ისე უნდა დასრულდეს, რომ რუსეთს სამხედრო აგრესიის თავი და სურვილი საერთოდ აღარ უნდა ჰქონდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული უკრაინის წარმატება ამ კონფლიქტში, როდესაც რუსეთი მას დაესხა თავს, უკრაინა და ეს სახელმწიფო უკრაინელი ხალხი არიან მსხვერპლი რუსეთის აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიის ამ ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, კონტექსტიც ის იქნებოდა, რომ ეს კონფლიქტი, ცხელი ომი, უბრალოდ კი არ უნდა გაიყინოს არსებულ სიტუაციაში, არამედ რუსეთი იმ დონეზე უნდა დასუსტდეს, რომ შემდეგი 10, 20, 50 წელი აღარ იფიქროს და ვეღარ იფიქროს მეზობლების, ესე ვთქვათ, მეზობლების მიმართ აგრესიის გამოხატვაზე. ბატონო, როგორ უნდა დასუსტდეს და თქვენ თვალით იხილეთ როგორ დასუსტდა, როდესაც კურსკის ოლქში რამდენიმე ქალაქი და რაიონი ჰქონდა დაკარგული, შემდეგ ნაწილობრივ ეს დაიბრუნა და რუსეთი სუსტდება იმ შემთხვევაში, როდესაც უკრაინას აქვს კარგი შეიარაღება, აქვს შესაბამისი რესურსები და წინ ვერ მიიწევს როგორც მინიმუმ რუსეთის ფედერაცია უკრაინის მიწაზე ვერ იკავებს და ვერ იპყრობს დამატებით ტერიტორიებს და დამატებით
რეგიონებს უკრაინისა, ამ შემთხვევაში რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებიც ამოწურვადია. მეორეს მხრივ, როდესაც ეფექტურად მუშაობს ეკონომიკური და სავაჭრო სანქციები, მათ ბიუჯეტში აღარ აქვს საკმარისი ფული და რესურსები იმისათვის, რომ ომი დააფინანსონ და ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ემსახურება რუსეთის სამხედრო მანქანის შესუსტებას. მადლობა. ერთი კითხვა წინააღმდეგობის პლატფორმა საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდა, თქვენი პარტიის წარმომადგენელიც იყო მაგ შეხვედრაზე, აი რა იყო თემა ამ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის რა მნიშვნელობისა და 26 მაისს თუ იყო მე როგორც ვიცი 26 მაისთან დაკავშირებით მოპატიჟებულია ხალხი საქართველოში, საქართველოს მეგობრები, ის ადამიანები, საერთაშორისო პარტნიორები, ვინც საქართველოსთან მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობდა, უნდა საქართველოს წარმატება, უნდა საქართველოს ხილვა, როგორც ევროატლანტიკური პოლიტიკური და ეკონომიკური ოჯახის განუყოფელი წევრის, მაგრამ სამწუხაროდ ისე მოხდა ბედის ირონიით, რომ ჩვენ გვყავს თვითმარქვია რეჟიმი, რომელიც ამ ადამიანებს პირდაპირ უპირისპირდება, თავს ესხმის, ლანძღავს, მათ შორის საჯარო სივრცეში და უბრალოდ გაუგებარია და წარმოუდგენელია ამ ხალხისთვის, როდესაც შენ საქართველოსთვის გინდა მხოლოდ კარგი წარმატება, ახლო პარტნიორული, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირების გაბმა, მისი წარმომადგენელი მთავრობა შენს მიმართ იყოს აგრესიულად განწყობილი. ამ ტიპის ადამიანებთან, რა თქმა უნდა, ოპოზიციას მუდმივად ქონდა და მომავალშიც ექნება კომუნიკაცია და თუ ისინი შეძლებენ და ჩამოგზანდებიან 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ უფრო კარგი და დავხვდებით შესაბამისად.